მოგესალმებით ყველას, განსაკუთრებით ჩვენს ოლიმპიელებს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ დღეს მაქვს შესაძლებლობა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრების წინ გისურვოთ წარმატებები თითოეულ თქვენგან სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს. მომდევნო კვირების განმავლობაში მთელი ჩვენი საზოგადოების ყურადღება თავიდან ბოლომდე ოლიმპიურ თამაშებზე იქნება მიმართული. თქვენი ცით რამდენად დიდია ინტერესი განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართული სპორტის მიმართ და რა თქმა უნდა ოლიმპიური თამაშები არ იქნება ამ თვალსაზრისით გამონაკლისი. თავისთავად უკვე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა არის ძალიან დიდი წარმატება, ძალიან დიდი პატივი და ეს პატივი მინდა თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ, მაგრამ აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ოლიმპიური ტრადიციული დევიზი მთავარია მონაწილეობა და რა გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ქართველებისთვის ყოველთვის მხოლოდ სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა. ჩვენთვის გამსაზღვრელი მთავარი არის, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მეტი წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე, რაც შეიძლება მეტი ჩემპიონი, რაც შეიძლება მეტი მედალი და დარწმუნებული ვარ, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშები იქნება აბსოლუტურად გამორჩეული ჩვენი გუნდისთვის ამ თვალსაზრისით. თქვენ იცით, რომ ქართული სპორტი ადგას განსაკუთრებული წარმატების გზას და თქვენ იცით, რომ განსაკუთრებით გუნდურ სახეობებში ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში გვაქვს ძალიან დიდი წარმატებები. პირველად ისტორიაში ჩვენმა გუნდებმა სხვადასხვა სახეობაში მიაღწიეს განსაკუთრებულ წარმატებას. ჩვენმა ფეხბურთელებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატში, გავიდნენ ჯგუფიდან. ეს იყო ძალიან დიდი წარმატება. ჩვენმა კალათბურთელებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატში, სადაც 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ. ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა ჩვენს ხალხბურთელებს, გავიდნენ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე. რაგბისტებმა მოუგეს 6 ერის გუნდებს, ხალხბურთელები პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ სპორტი ვითარდება, სპორტი აღწევს მეტ და მეტ წარმატებას და რა თქმა უნდა, ეს წარმატებული გზა უნდა გააგრძელოთ თქვენ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება. მე გადავხედე ჩვენი ოლიმპიური გუნდის შემადგენლობას და ეს შემადგენლობა არის ნამდვილად ძალიან გამორჩეული, ძალიან შთამბეჭდავი. მრავლად არიან თქვენს გუნდში ოლიმპიური ჩემპიონები, ოლიმპიური პრიზიორები, მსოფლიო ჩემპიონატების ჩემპიონები და პრიზიორები, ევროპის პირველობების ჩემპიონები და პრიზიორები და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის ძალიან დამაიმედებელი და დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისად გამორჩეულად წარმატებული იქნება პარიზის ოლიმპიური თამაშები ჩვენი გუნდისთვის, მოგებული მედლების თვალსაზრისით და მოგებული პირველი ადგილების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, თითოეული აფრიალებული დროშა, აშხერებული ჰიმნი არის განსაკუთრებული სიამაყის საგანი თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენი პატარა ქვეყანა არის გამორჩეული თავისი ოლიმპიური ტრადიციებით, აქ იყო საუბარი შედეგებზე. ჩვენ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ქართველებმა მოვიგეთ 133 მედალი ოლიმპიურ თამაშებზე, მათ შორის 51 იყო ოქროს მედალი და არანაკლებ წარმატებული იყო ჩვენი ისტორია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. მე მინდა აქ ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლიერება პატივისცემა გამოხადო ჩვენი ვეტერანი ოლიმპიელების მიმართ, რომლებაც შექმნეს ეს უდიდესი ტრადიცია ქართული სპორტისთვის. ერთი საკითხი მინდა გავაჟღერო, ტრადიციულად წესდება ხოლმე პრემია ოლიმპიური თამაშების წინ და ამ შემთხვევაშიც მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი საქართველოს მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონებისთვის, 9 მილიონი ლარი ვერცხლის მედლის შემთხვევაში და 250,000 ლარი ბრინჯაოს პრიზიორებისთვის. ამ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ დამატებითი мотиваცია არ გჭირდებათ იმისათვის, რომ ბოლომდე იბრძოლოთ ჩემპიონობისთვის, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არის დამატებითი ფაქტორი, რომელიც თქვენს мотиваციას ალბათ დამატებით აამახლეს. მე მინდა დაგვირდეთ საქართველოს მთავრობის სახელით, რომ კვლავაც გაგრძელდება ხარდაჭერა ქართული სპორტის მიმართ და ქართველი ოლიმპიელების მიმართ, ოლიმპიური გუნდის მიმართ. ეს ხარდაჭერა უფრო მეტიც კიდევ უფრო მეტად გაიზრდება წლიდან წლამდე. კიდევ ერთხელ მინდა გესურვოთ ძალიან დიდი წარმატებები ოლიმპიურ თამაშებში. დიდი მადლობა. ახლა კი სიტყვას გადავცემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონ შალვა პაპუაშვილს. გთხოვთ ბატონო შალვა. მოგესალმებით. ბატონ პრეზიდენტო, ბატონ პრემიერ-მინისტრო, მივესალმები ქალაქ თბილისის მერს, საფრანგეთის ელჩს. უპირველეს ყოვლისა მივესალმები ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს და მივესალმები ჩვენს ღვაწლმოსილ სპორტსმენებს. დიდი პატივი არის თქვენთან ერთად ვიყო ამ ცერემონიის თანამონაწილე.
როდესაც ჩვენთან ერთად არიან ჩვენი სპორტის ლეგენდები, ჩვენთან ერთად არიან ჩვენი მოქმედი ჩემპიონები და დარწმუნებული ვარ ჩვენი მომავალი ჩემპიონები და ყველას მინდა ეს სიხარული გაგიზიაროთ. ათლეტებისთვის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა უდიდეს მიღწევა არის და ყველამ ვიცით, რომ გზა ოლიმპიურ თამაშებამდე რთული და გამოწვევებით სავსეა. ამიტომ დღეს თქვენი აქ ყოფნა უკვე არის დასტური თქვენი სპორტული სულის, მიზანდასახულობის და გამარჯვების მომენტის სამიზნედ არ დაკარგვის დასტურის სახით. ძვირფასო ოლიმპიელები, ჩვენი ქვეყნის სიამაყე ხართ და თქვენი შემართება, შრომის მოყვარეობა, მტკიცე სული ოლიმპიური თამაშების, სპორტული ოსტატობისა და ერთიანობის ღირებულებების გამოხატულებაა. თქვენ საქართველოს მსოფლიო დონეზე წარმოადგენთ ამ რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე, თან მიგაქვთ ჩვენი ქვეყნის ოცნებები და იმედი. თქვენ არა მხოლოდ მედლების მომპოვებისთვის იბრძვით, არამედ ასევე ჩვენი ემოციური დამოხტვისთვის და სიხარულის ყიჟინისთვის. პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისას გახსოვდეთ, რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის სახელს, ერთიანობას და შეუპოვარ სულს წარმოაჩეთ და იცოდეთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო, მთელი ქვეყანა თქვენს გვერდით დგას და გულშემატკივრობს. დარწმუნებული ვარ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე დიდი მონდომებით, ძლიერი სპორტული ჟინით იბრძოლებთ და ჩვენს ქვეყანას ღირსეულად წარმოადგენთ. მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენი ათლეტების მწვრთნელებს, ოჯახის წევრებს, მხარდამჭერებს, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ თქვენი წარმატების გზაზე. გისურვებთ საუკეთესო შედეგების მიღწევას და სამშობლოში ამაყა დაბრუნებას ისე, რომ თქვენი დღევანდელი გამარჯვებები მომავალი თაობების შთაგონებად იქცეს. მადლობა. მადლობთ. და ოლიმპიელებს ასევე მიესალმება და გამხნევებს თბილისის მერი ბატონი კახი კალაძე. მოგესალმებით. ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარეს, საფრანგეთის ელჩს საქართველოში, საპატრიარქოს წარმომადგენლებს, ყველას დამსწრეს საზოგადოებას და დიდი სიყვარულით მინდა მივესალმო ჩვენს სპორტსმენებს, ჩვენს ოლიმპიელებს. აქ დღეს შეხვედრაზე არის ჩვენი ვეტერანი სპორტსმენები. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გითხრათ თქვენ იმისთვის, რაც გაგიკეთებიათ ქართული სპორტისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა ამ ყველაფრისთვის. დღეს მინდა წარმატებები უსურვო ჩვენს სპორტსმენებს და დარწმუნებული ვარ, თქვენ შეძლებთ იმას, რომ კიდევ უფრო მეტი სიხარული მოუტანოთ ქართულ ხალხს, ქართულ გულშემატკივარს. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ სპორტში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და ცხადია ეს შემთხვევითი არ არის. მე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ რა თქმა უნდა ხელისუფლების მხრიდან სწორი გადადგმული ნაბიჯები და დამოკიდებულება სპორტის მიმართ, რა თქმა უნდა, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დღეს სპორტსმენები ფიქრობდნენ მხოლოდ სპორტზე. მე მახსოვს წლები, როდესაც იყო სერიოზული პრობლემები ამ მიმართულებით. არ არსებობდა ინფრასტრუქტურა, იყო გაუსადლისი მდგომარეობა სხვადასხვა სპორტის სახეობაში და სპორტსმენს არა თავის სახეობაზე, არამედ სხვა რაღაცეებზე უწევდა ფიქრი. დღეს რა თქმა უნდა არის განსხვავებული მდგომარეობა და შედეგიც რა თქმა უნდა სახეზეა. 26 სტარტს აიღებს პარიზის ოლიმპიური თამაშები, 26 რიცხვი სიმბოლურია ჩვენი ქვეყნისთვის. 26 მაისი ეს არის ჩვენი დღე, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწიეთ. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოახერხა პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. 26 ივნისს მოახერხა პორტუგალიის დამარცხება და ასევე გასვლა ჯგუფიდან, რასაც ბევრი ჩვენგანი არ ელოდა და დარწმუნებული ვარ ის სიხარული, რომელიც ჩვენმა ფეხბურთელებმა აჩუქა ქართულ ხალხს, ქართულ გულშემატკივარს, გააგრძელებთ თქვენ წარმატებებით ოლიმპიადაზე. მინდა გამარჯვებები გისურვოთ, ღმერთი იყოს თქვენი და საქართველოს ფარული. წარმატებები. მადლობთ. დღევანდელ საღამოს ასევე ესწრება ეს იყო პირდაპირ ჩართვაც